საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ წინა გადაცემა მივუძღვენით იმ ყბადაღებულ თემას, რომელიც ეხება 6 მილიარდ ნახევრიანი ინვესტიციის შემოდინებას ქვეყანაში. ჩვენი დამოკიდებულება გავაჟღერეთ, სიმართლე გითხრათ, დღეს ჩვენ ვერ ხედავთ უფრო მნიშვნელოვან თემას, ვიდრე ეს არის და ამიტომ დღესაც რჩებით იგივე თემის ირგვლივ გვინდა გესაუბროთ. Თულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება, ბოლო 35 წლის განმავლობაში ბევრი გავიარეთ, უარყოფით შევხვდით. იცვლებოდნენ პიროვნებები, იცვლებოდნენ ხელისუფლებები. ერთი იმედგაცრუებიდან მეორე იმედგაცრუებამდე გვიწევდა მისვლა ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ერი აღმოჩნდა ბევრი მწარე რეალობის წინაშე, ბევრი იმედგაცრუება იყო სხვადასხვა პიროვნებების სრულ შემოთავაზებული ცრუ კერპების მიმართ და მოვედით დღემდე და სულ ცოტა ხნის წინ რამოდენიმე პერიოდის წინ შემოვიდა ახალი თემა, რომელმაც კიდევ ერთი იმედგაცრუება მოუტანა ქართულ საზოგადოებას. ეს იმედგაცრუება უკავშირდება არსებულ ხელისუფლებას, რომელმაც თითქოს და თავისი ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებით გარკვეული ნდობა, გარკვეული პატივისცემა მოიპოვა საზოგადოებაში, იმით რომ თუნდაც ქვეყანას არიდა მეორე ფრონტში ჩართვა, საომარ მოქმედებებში ჩართვა, მაგრამ დღეს იმ დროს გვიწევს ცხოვრება, იმ ეპოქაში, როდესაც ჟამია მოვლენა და არ არის დაფარული რომ არ გამჟღავნდეს და უნდა გამჟღავნებულიყო ნამდვილი სახე ამ ხელისუფლების და აგერ ბატონო თავაზობენ არაბული ქალაქების მშენებლობას, თანაც ისე რომ ეს ხელშეკრულება არაბულ კომპანიასთან არ ხდება მისი გასაჯაროება, არ საჯაროვდება, ანუ შიგ ისეთი რამ არის ჩაწერილი, როგორც ჩანს, იმაზე უარესიც კი ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და სწორედაც ამიტომ ჩაიდო შიგ ის მუხლი, რომ კომერციული საიდუმლოების შესახებ ეს საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო და საზოგადოებისთვის არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. ამ თემაზე დავიწყოთ კახა საუბარი, ჩვენ კვლავ უფრო სწორად გავაგრძელოთ წინა გადაცემიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დღეს ამაზე მტკივნეული, აქტუალური თითქმის არ არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. არის უამრავი გამოხმაურება, ყავს თავისი მხარდამჭერები, ყავს თავისი მოწინააღმდეგეები, როგორც ტელევიზიით, ისე ინტერნეტით მიმდინარეობს კამათი ამ თემაზე, ხელისუფლება და მისი ასე ვთქვათ, მასთან დაკავშირებული პირები ცდილობენ შემოგვასაღონ, რომ ეს ცუდი კი არა, პირიქით დიდი წარმატება ამხელა ინვესტიციის ქვეყანაში შემოტანა, რომ ქვეყანაში ეს ეკონომიკას წაახალისებს, დაასაქმებს მოსახლეობის რაღაც ნაწილს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სინამდვილეში რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე, დღეს ჩვენ ამ თემაზე გვინდა გესაუბროთ. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, მართლაც ამაზე მნიშვნელოვანი თემა არ არსებობს და ვერ იარსებებს, რის წინაშეც მოულოდნელად ძალიან სწრაფად აღმოჩნდით. მთლიანობა კი მაქეთ მიდიოდა, მაგრამ დრო დაჩქარებულია და ძალიან სწრაფად აღმოჩნდით ამ უსასტიკესი სინამდვილის წინაშე. ჩვენ ვამბობდით, რომ ახლა გადაველით ნელი ყდომის რეჟიმში. მაგრამ ეს არც ისეთი ნელი ყდომის რეჟიმია, როდესაც პირდაპირ დაუფარავად უნდა აშენდეს მსოფლიო კოსმოპოლიტური ქალაქები შენს ტერიტორიაზე და ეს უნდა გვიხაროდეს, თურმე ეს ყოფილა ქვეყნის გადარჩენა და ასე შემდეგ, ხო? აი ამის წინაშე ძალიან სწრაფად დავდექით. ერთ-ერთი ბოლო სიტყვა, რაც წინა გადაცემაში მოგვიწია, რომ დავტოვეთ, იყო ის, ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში იყო ის, რომ ქრისტიანული თვალსაზრისით უნდა შევხედოთ და ეს მტერიც უნდა გიყვარდეს, აი ეს მტერია ეს ფორმაცია, რომელიც ადამიანების ჯგუფს, ხელისუფლებას, ძალაუფლებაში მყოფ წრეებს ამჭკვაზე აყენებს, რომ სამშობლოს მცნება იშლება და სამშობლოს გაყიდვა, გასხვისება
კარგ საქმეთ ითვლება და ითვლის. ხო? ეს არის მტერი და შეფარული სისტემაში, ფორმაციაში გაცხადებული. ეს ფორმაცია თავისთავად ადამიანებით და პოლიტიკური წრეებით ხორციელდება თავისთავად და აი ასე ჭყვაზე აყენებს და თუ კი ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება და შემთხვევით არაფერი არ ხდება, ეს არის სწორედ თანამედროვეობის მტერი თოფის გარეშე მოსული, მტერი იდეოლოგიით მოსული, მტერი ფულით მოსული, მტერი კოსმოპოლიტური კანონებით მოსული, ეს არის მტერი, რომელიც ჩვენს მოსპობას ახორციელებს, როგორც ერის, როგორც პიროვნების, ასევე როგორც ადამიანის, ყველა ასპექტზე შეიძლება საუბარი, ეს როგორ არის ერთმანეთში დალაგებული და აწყობილი და ქრისტე გვავალდებულებს, რომ მტერიც უნდა გვიყვარდეს. ესე იგი, ეს გამოცდაც უნდა გავიაროთ, ამ გამოცდასაც თავი უნდა გავართვათ, იმიტომ რომ ეს არის ის პროცესი, როდესაც ჩვენ გამოცდას ვაბარებთ, რა ვართ, რა ჩამოყალიბდით, რა შეგვიძლია, ისი გაგება შეგვიძლია, რა საფეხურზე ასვლა შეგვიძლია, ან არ შეგვიძლია. ახალი განმარტებები მოაქვს, ანუ იმის განმარტება, რაც ნაკლებად გვესმოდა, ნაკლებად ვიგებდით, იქა ლაპარაკი, თუ მარცხენა ლოყაში შემოგკრავს მტერი, მარჯვენა მიუშვირეო. პირდაპირი თვალსაზრისით ამის გაგება საკმაოდ გაგვიჭირდა, მაგრამ ქართული ენით იხსნება, ქართული ცნობიერებით იხსნება, ეს ცნობიერება მიღებული, ეს არის ახალი სიტყვის ერთ-ერთი განმარტება, ერთ-ერთი მდგენელი თანამედროვე ქართული ენით იხსნება, ის რაც ბიბლიაშია ჩადებული, ის რაც იგაური ენით იყო გადმოცემული და მარცხი ენით როცა გიტევს, ესე იგი იმ ენით რითაც უნდა და იმ ცნობიერებით რითაც უნდა დაგამარცხოს. შენ გამარჯვების ცნობიერება, გამარჯვების აზროვნება, მოხერხებულობა უნდა დაახვედრო. ესე იგი აქ ისე კი არ არის რომ ახლა მარცხენაში შემოკრა, მარჯვენა მიუშვირე, მე მარჯვენიდან მარცხენაზე და ასე შემდეგ და თავი მოაკვლევინეო. იგავური თვალსაზრისით თუ იგავები არ გაიშიფრება, ჩიხურ მდგომარეობას შედის რაღაცეები. ეს აგანგებოდა ასე დატოვული. დრო მოვა და გაცხადებულად გაუწყებთ და გაცხადებულად გვაქვს ნაუწყები. თუმცა ეს არ ჩავთვალეთ. არ ჩაუთვალეთ ამ პიროვნებას. ზოგადად არ ჩავთვალეთ და ჩვენებურად ვაგრძელებთ. მაგრამ ბოდიში ერთ სიტყვას ჩავრთავ თუ შეიფროსოთ რამოდენიმე წინადადებას. აი რაზეც საუბრობთ შენ მარცხის ენა და მარჯვენა, ხო? რომელმაც უნდა იმარჯოს. და დამარცხების ენაზე უნდა იმარჯოს, ხო? აი სწორედაც ამასთან გვაქვს საუბარი, საქმე როდესაც ვლაპარაკობთ, მიმდინარეობს საინფორმაციო ომი, მე ვახსენე კიდევაც, ხო, რომ ეს ტელევიზიებით და ინტერნეტით მიდის ეს დაპირისპირება. არიან რომლებიც ბოდიში ამ ჟარგონისთვის ამ ბარბარიზმს აპარავებენ. ამართლებენ, ქართულად მაგრამ უფრო კარგად ჟღერს, ასე ვთქვათ. და არიან რომლებიც დიდ საფრთხეს ხედავენ და საზოგადოებასაც აფრთხილებენ ამის შესახებ. ანუ ამ საინფორმაციო ომზე გვაქვს ლაპარაკი, როდესაც მოდის მტერი, არ აქვს მნიშვნელობა ეს უკვე შინაური მტერია, გარეული მტერია, შინაური მტრებიც არიან ჩართული ამაში, რომლებიც ამ ყველაფერს სულ სხვა კუთხით ანახებენ, მცდარი კუთხით, სრულ კუთხით წარმოადგენენ და საზოგადოებას უნდათ შეასახონ, რომ ეს კატასტროფა და დაღუპვა კი არა, პირიქით წარმატება ამ ხელა ინვესტიციის შემოტანა ქვეყანაში და სწორედაც აი თუნდაც ჩვენ დღევანდელი გადაცემაც ემსახურება იმას, რომ იმ მარცხის ენას უნდა დაუპირისპიროთ მარჯვენა. ანუ საინფორმაციო ომში ვართ ჩვენ ჩართული და ჩვენი წრის შესაძლებლობებით, რაც შეგვიძლია, მეორე გადაცემა სუძვნით უკვე ამ თემას. ესე იგი, ჩვენ ახლა ლაპარაკი გვაქვს სწორედ იმ მარჯის ენაზე, გამარჯვების ენაზე, გამარჯვების ცნობიერებაზე, როგორ უნდა შევახვედროთ. ესე იგი, აქ იმაზე კი არა ლაპარაკი, რომ აი ხო ანტიქრისტე ბატონობს, ანტიქრისტეს სიტყვა ძალმომრეობაზე მოდის და ჩვენ ახლა მივიდეთ და კუნძზე ჯალაც ჩვენ თვითონ დაუდოთ თავი, რომ დაკვრას თავი მოკვეთოს. არა, ქრისტიანობა, ანუ თავად ქრისტე მაცხოვარი
ვავალებს მარცხიანით რომ შემოკიდებს, მარჯის ენა უნდა დაახვევთ, რომ გამარჯვებისათვის საჭირო ცნობიერებაა, საჭირო მთელი რიგი რაღაც ასპექტების, არა მარტო უბრალოდ გათვალისწინებით, თავში ჩაყენებით. გამარჯვებისთვის რაც საჭირო არის. გამარჯვებისთვის პირველ რიგში საჭირო არის, რომ გამოხვიდე ილუზიიდან და გაარჩიო, სად არის მტერი. რომელია მტერი? რომელია მაცდური? მოდი მტერი თუ რაღაც ცოტა ისეთ იმაში გაიგება და აი ხალხის მტრები და ცუდად გვახსოვს ისტორიულად, არა? მოდი ესე ვთქვათ, მაცდური უნდა შეიცნო. ამ მოვლენას რაც ხდება, აქ ერთი დადებითი მხარე, რომ ძალიან ბევრი მაცდურის ლუსტრაცია ძალიან სწრაფად მოხდა. გამომჟღავნება მოხდა, იმიტომ რომ უარყოფითი პროცესია მიმდინარეობს, არის უსაშილესი რაღაც. როგორ შეიძლება ქალაქებს უშენობთ უცხოელებს, გადამთირელებს. გვაძლევთ უფლებას უყიდით სამშობლოს, ხო. ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს. ამას ჩვენი ხელით ვაკეთებთ, გვაკეთებინებენ და ეს ნუ გიხაროდეს, არა და აი ამ პროცესმავე მოგცა მაცდურის ამოცნობის საუკეთესო საშუალება. ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი ეგრეთ წოდებული რესპექტაბელური ექსპერტი საუკეთესო ნიშა რო დაიკავა. ეროვნულობის, ტრადიციონალიზმის, ეკლესიურობის საუკეთესო სტუდიები რომ მოიწყეს. უცებ გაამჟღავნა ამ პროცესმა სინამდვილეში ვიზე მუშაობს თავიდან ბოლომდე. აგენტებიო, ხო? აგენტები იშიფრებიან, გარედანვიც ფული შემოდის და ვინც ამ ფულით მერე ქვეყანას ძირს უთხრის და ასე შემდეგ. თხუნელები არიან, მოღალატეები არიან, რა? აი ამ განცხადებამ, აი ამ გულწრფელმა აღიარებამ და გულწრფელმა პირში თქმამ, რაც იმ არაბმა განახორციელა ორგვარი დარიდების გარეშე, ეს ძალიან კარგია. ამან ძალიან სწრაფად მოახდინა ყველას, თითქმის ყველას ლუსტრაცია. ყველა თხუნელას ლუსტრაცია, ყველა მართლაც გამყიდველი აგენტის ლუსტრაცია. ჩვენ ამ მაცდურებს, ხა მაცდურში რას გულისხმობ? ესეც რომ მეტად რომ განმარტოთ ერთმანეთს, რას გულისხმობ? ნუ იყო პერიოდი, როცა ეროვნული მოძრაობა იწყებოდა, ძირს რუსეთის გაფუჭებული და დამპალი იმპერია, საბჭოთა იმპერია, ძირს დასავლეთია მხსნელი. და ვინც კი ნუ რაღაცსაც ამოიწყებდა რომ საბჭოთა სივრცეში ინტეგრაცია თუ რაღაც და ასე შემდეგ, ნუ ითვლებოდა რომ ეს ერთს ღალატობს, ვინაიდან ევროპა მთავარი გადამრჩენელი ევროპული ღირებულებებია, გადამრჩენელი დიდი ხანი საქართველო ამ ევროისტერიით ცხოვრობდა. ყველა მივდევდით, თითქმის ყველა მივდევდით ამ მიმართულებას. მაგრამ მე აღარაფერს ვამბობ ახლა 1995 წლიდან რა სიტყვა გააცხადა ბატონმა აკაკიმ, რა ცენტრი ჩამოყალიბდა მის ირგვლივ, რა სამუშაო გაიწია, აუზომავი წონადობის სამუშაო გაიწია, რომ ეს ცნობიერება შეცვლილი იყო. რომ ქართველს დაინახა და არა მარტო ქართველს, რომ ეს გზა დაღუპისა იყო. გადის დრო, იცვლება მსოფლიოში ვითარება და თავის მიზეზებიდან გამომდინარე, თავად მსოფლიოს წამყვან ცენტრიდან იწყება კონსერვატიული აზროვნების შემოტანა. თურმე ეს რაც არის ევროპოცენტრიზმი, ევროგაერთიანება, ლიბერალიზმი, თანამედროვე ულტრალიბერალიზმი და ასე შემდეგ, თურმე ეს ადამიანის საწინააღმდეგოა. თურმე ეს გადატრიალებებს ახდენს, თურმე ეს deep state-ია, რომელსაც ომი უნდა. ამ მიმართულებამ წარმოქმნა ახალი მიმდინარეობა, ახალი დინება და აქ არ ჩამორჩა საქართველო. და ამ ახალმა წარმოქმნა ახალი კატეგორიის ექსპერტები, ახალი კატეგორიის პოლიტოლოგები, ახალი სტუდიები გააჩინა, ახალი მიზიდულობის ძალა შეიძინა, რომ ეს ადამიანები თურმე ხელს უწყობენ ენა მამულსა და სარწმუნოებას, რწმენას, ოჯახის სიმტკიცეს და დაუნდობლად უპირისპირდებიან მსოფლიო ომის პარტიას, რაც ევროპაში არის. რო შეხედავ გვერდიდან მართალია. ფონი კარგია, მაგრამ ერთგან სახჩობელა აქვს, მაგრამ აი ამ არაბის გულწრფელმა გახსნა სინამდვილეში რა არის.
და რა კეთდება. გულწრფელმა გახსნა ფარდაახადამად მავნებულურ ზაკულ გეგმებს და რაშია საქმე. კონსერვატიული ნიღბით შემოსვა ახალი მიმდინარეობა წარმოქმნა და ეს გაუჩინა იმედი, რომ იცი რა, ჩვენ პატრონის ხელში ვართ. ენაზე ზრუნავენ, მამულზე ზრუნავენ, არ დაანებეს, უცხოურ აგენტებზე ზრუნავენ და წინ რაღა უნდა იყოს. ერთადერთი ის ხარ, ეხლა ესენი დავიჭიროთ, დროზე გავასამართლოთ, დროზე ჩამოვაცილოთ პოლიტიკურ ცხოვრებას და წინ ჩვენ ბედნიერებას არაფერი არ უდგა, ომში არ ჩაება და აგერ რა გვინდა, ახალი პოლიტიკური სოფლიო ცენტრი ყალიბდება აღმოსავლეთში, იმასთანაც კავშირზე გავდივართ უკვე ყველასთან და ასე შემდეგ. აგერ ნეიტრალიტეტის პარტიასაც ქმნის თვითონ ხელისუფლება თავისივე გამონაყოფიდან, იმიტომ რომ 1000 ჯერ გვისაუბრია, რომ ფაქტობრივმა ნეიტრალიტეტმა ფიზიკური თვალით რო შევხედოთ და არა სულიერით, ფაქტობრივმა ნეიტრალიტეტის შენარჩუნებამ განაპირობა ის, რომ საქართველო დღეს ფეხზე დგა და ომში არ ჩაება, ხო? აგერ უკვე პარტიას ქმნიან. ხვალე-ხვალზევით ეს იმის მანიშნებელია, რომ პოლიტიკური კურსის შეცვლას აპირებენ. თავისშიგნით კორუფციას ებრძვიან. კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო, დაუნდობელითან აღარ ინდობენ, ყველაზე მთავარ თავიანთ ფავორიტებსაც კი. თუმცა ამან კითხვის ნიშნები გააჩინა, რა გამოვიდა, ვინც მოიყვანეთ, ყველა კორუმპირებული იყო, ყველა კორუფციაში იყო ჩაფლული, ავტორიტეტი მანდ არ არსებობს და ვიღა იქ ავტორიტეტი. მათი მოყვანილი პრეზიდენტები და პრემიერები ყველა ერის მოღალატე როგორ გამოდგა რა, ნუ მოდი ეს თემო გვერდზე გადავწიოთ კიდევ და აი ჩვენ ბედნიერებას წინ არაფერი აღარ იყო. და აი ამ დროს ეს ადამიანი პირდაპირ გვეუბნება, რომ ვისაც არ ეზარება საქართველო, ვისაც აქ ცხოვრება უნდა ესიამოვნება, მათთვის ვაშენებთ საუკეთესო კონსტრუქციის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების ქალაქებს. არ შემიძლია აქ კიდევ არ შეგაწყვეტინე ბოდიშის მოხდით და არ აღნიშნო ისედაც გასაგები იყო, რომ 400 ლარიანი პენსიით და 1500 ლარიანი საშუალო ხელფასით ქართველები ამ ძვირფას საცხოვრისებს, აპარტამენტებს ვერ შეიძენდნენ. აღარ ვლაპარაკობ საერთოდ იმაზე, ვინც უმუშევრად არის დარჩენილი და ზოგი გაქცეულიც კი აქვს ქვეყანა წასულია ლუკმოპური საშუალებლად. ქართველებს მამა-პაპის დარჩენილი დანატოვარი სახლი ვერ შეგვინარჩუნებია, იზოლებული ვართ, ბანკებში ვდებთ და მე იმ სახლებს ვკარგავთ გაჭირვების და გამო. და სად შეგვიძლია ქართველებს აი ამ ძვირფასი საცხოვრისების ყიდვა და აპარტამენტების ფეშენებელური ბინების ყიდვა. ეს ისედაც გასაგები იყო, მაგრამ აი პიროვნების გამოსვლა და სრულიად გულწრფელმა აღიარება, რომ ვისაც მოუნდება მე იმაზე გავყიდო. აქ მეორე თემაც არის, რომ ეს ეხება, რომ აი 6 მილიარდ ნახევრიან პროექტს ახორციელებს და მე ეძებს ყიდველებს და მარკეტინგი არ აქვს ჩატარებული, წინას არ არის ის. ბატონო. საერთოდ ბიზნესში ესეთი გაუთვლელად, რაც არ უნდა პატარა კაპიტალდაბანდება, პატარა ინვესტიცია იყოს, ესეთი გაუთვლელად არაფერი არ ხდება. მithumetes დიდ ბიზნესში. ბოლოს და ბოლოს ბაზარში რო დგას ვიღაცა, იმ პროდუქტს არ აიღებს საწყობიდან, რომელსაც დარწმუნებული არ არის, მერე დახცე დადგება და გაყიდის. თქვენ წარმოგიდგენთ ეხლა ამხელა თანხის ჩადება, ისე რომ წინასწარი გარანტიები არ ქონდეს. ანუ ეს გაყიდულია უკვე, რომ ჩვენ არ გვეუბნებიან. და 60%-ია თუ რამდენია, ეგეც გასაგებია იმ მიზეზების გამო, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ადგილობრივ 40% სად უნდა მოვიწიოთ. აქ 60%-ზე კი არა, შეიძლება 100%-ზე და 99.9%-ზეც კი იყოს ლაპარაკი. 99.9%-ია და ნუ ფიქრობს ეხლა ჩვენი საზოგადოება, რომ მაინდა-მაინც ეს უშუალოდ არაბები იქნებიან კიდე ვინც იყიდიან. არაბული კომპანია, რომელიც ამ მშენებლობებს წარმართავს და სოფლიოში საუკეთესო გამოცდილება აქვს საუკეთესო მსოფლიო კოსმოპოლიების აგებისა. თვითონ მოგვახსენეს და გაირკვა ეგეც, რომ თავად დუბაიშიც კი არაბი ამ მსოფლიოს საოცრება, რაც აშენდა და მთელი ეს არის სავაჭრო ცენტრი ერთდროულად, ანუ დიდი საშუალებელი მშვენიერესი პოლისი, არაბი 10%-იც არ არის მოსახლეობაში.
სინგაპურზე ადრევე ითქვა და ვიცით რომ 11%-ია სინგაპურელი, იქაური და დანა 60% ჩინელია და სხვები არიან. ესე იგი რა არის? აქ ორი რამ ეჯახება მსოფლიოში. ეჯახება არსებული რაც გაბატონებულია და რას ამბობს გაბატონებული. დამთავრდა ერების დრო, დამთავრდა იმ სარწმუნოებების და ასე შემდეგ. ძველი დრო, ეს არის ჩამორჩენილობის დრო და ახლა არის იმისი დრო, ვისაც ფული აქვს, იყიდის და იქ იცხოვრებს. მოსახლეობა ბევრია და საჭიროა მოსახლეობის რაოდენობის შემცირება. საჭიროა საზღვრების წაშლა და თავისუფლად უნდა იმოძრავოს ამ დიდმა კაპიტალმა. და კოსმოპოლიტური ქალაქები უნდა შენდებოდეს და აშენებულია. კონკრეტულად არაბეთის ტერიტორიაზე ემირატები იქნება თუ ასე შემდეგ რა არის? ისლამის ფარდა კი აქვს გარედან შემოჭერილი, მაგრამ შიგ ეთნიკურად არაბი არ არის, 10% და მეტი არ არის, დანარჩენი იაფი მუშახელია მოყვანილი, რომ ელიტას ზემდიდარ ელიტას მონურად ემსახუროს. რიგითი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან მოკრეფილი, ჩამოსული, ხო? ისლამურ ზოგად კანონში ჯდებიან გასაგებია, მაგრამ მუდმივ დაქირავებულში ცხოვრობენ, არავითარი კერძო პირადი საკუთრებაც კი არ გააჩნიათ და ემსახურებიან ერთგულად თავდადებულად ემსახურებიან ამ ზემდიდარ კასტას. ეხლა ეს უდაბნოში, უდაბურ ადგილში. და თვითონ ჯერ ერთი არაბეთის არაბი მოსახლეობა 450 მილიონია. 9 მილიარდამდე. რამდენი მდიდარი იქნება და ეთნიკურად თქვი თუ 10%-ზე მეტი დუბაიშიც არ არის. ესე იგი, თუ რა მოხდება აქ? აქ იქნება და კეთდება სოფლიო ამ კოსმოპოლიტური სწორედ ეს deep state-ს რო ეძახით. ელიტა, ვინც არის ზემდიდარი ელიტის ოაზისი კეთდება საქართველოშიც. აქ ეს ზემდიდარი ელიტის ცენტრები არსებობს ევროპაში ეგრეთ წოდებული ქალაქ-სახელმწიფოების სახით. თუნდაც შვეიცარია. მთელი ევროპა ცეცხლში იყო გახვეული და შვეიცარიას ეს არ შეხებია. არც იმ ქალაქ-სახელმწიფოებს. ჯუჯა პატარა ქალაქ-სახელმწიფოები, რომელსაც არაფერი არ ეხება და ულტრამდიდრების სამყოფელია. მსგავსის გაკეთება უნდათ. ესენი კი არ იყვნენ მაგრები, ესე ულტიმატუმისები და ხელისაქმნებით რო ელაპარაკებია ხან შეერთებულ შტატებს და ხან ევროკავშირს და რაღაცა. როცა ესეთი ჯუჯა არაფრის მქონე, ესეთი ალყიათ ელაპარაკება ასეთ დიდ ცენტრებს, უნდა იცოდე რომ კიდევ უფრო დიდი უდგა უკან ზურგში და ვინ უდგა ესე იგი? ის დიადი ელიტა, დიადი ლოჟა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ეს ტერიტორია მისია. აი როგორ ფულს გადაიხდის იყიდა და მისია. ამიტომ მას არ უნდა აქაურობის ომში და ცეცხლში გახვევა. ეს თავის სამოთხეთ უნდა. და ეს ის ელიტა, რომელიც ლუციფერის თვალით ყველაფერს ხედავს. და ყველაფერი იცის. TikTok-ში გავრცელდა ქალბატონია და როგორ გვამხელს. ვალს გვადებს, რომ ქართულად კიდევ იკადრა და გველაპარაკება. ქართული შესანიშნავად იცის. ისიც იცის, რომ ეს ღვთაებრივი ენაა. მაგრამ ყველა ჩვენი ნაკლი ზედმიწევნით იცის. რა ნაკლოვანებითაც დღეს ვცხოვრობთ და გვისაბუთებს. ჩვენ ეგიდიდვაშვილის მრევლი ვართ. ჩვენ უსამართლო ქვეყნის შვილები ვართ, უსამართლოდ მოწყობილი ქვეყნის შვილები ვართ, რომლებიც გმირ ქართველებს მათხოვრად ვამყოფებთ და საკუთარ შთამომავლობას გარეთ ვერ ეკებით. ასეთი ცხოვრება გვაქვს მოწყობილი და ასეთ ხალხს სამშობლო არ ჭირდებაო. თქვენ არც ეს ენა გჭირდებათ, ეს ღვთაებრივი ენაო, არც ეს ღვთაებრივი მიწა-წყალიო. აქ ისინი უნდა მოვიდნენ, ვინც ამას იმსახურებს. აი როგორია სატანის სამშობლო, როგორ გიდგება. მისი პირით, რა თქმა უნდა, ეს არის კიდე სხვა ხედვით უნდა მიხვდე, ვინ გელაპარაკება და რასთან გაქვს. ანტიქრისტე გელაპარაკება მისი პირით. ასე გირჩევს საქმეს ეშმაკი, რომელმაც ყველა სისუსტეზე გამოგიჭირა ამ ფორმაციის პირობებში, ამ ცნობიერების პირობებში და დღეს შენ გისაბუთებს, რომ შენ ნამიწაზე ყოფნის ღირსი არ ხარ. შენ ეგიდუნაშვილის მრევლი ხარ, დამდაბლებული, სულიერად დაცემული, რაში ჭირდება სამშობლო? სადაც წახვალ ეგიდუნაშვილი ყველგან გეყოლება.
და აქ უნდა მოვიდნენ ის ღირსეულები, ვინც ამ 64-ში ცხოვრების უფლებას იმსახურებენ, 64-ის მიწაზე ცხოვრებას იმსახურებენო. აი ეს სილა გვაქვს გაწნილი. ვერ იტყვი რომ ბოლომდე ეს ტყუის. ვერ იტყვი რომ სატანა ჩვენთან ტყუის და ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ პირველები ვიყავით. უფლის სიტყვა აქ გაცხადდა. არ მივიღეთ. ძირითად ნაწილში დავმალეთ, გავაქრეთ, სად არის აკაკი ჯორჯაძე. ამ სიტყვის მომტანი ტაბუს არ ახსნით, არა გადაფარებული გვაქვს. და ამ დროს უკანასკნელები გავხდით და ეს ქალი მისი პირით ისე გველაპარაკება როგორც უკანასკნელებს. მაგრამ ერთი ჩასწორებაა საჭირო, უნდა შევახსენოთ. ვინც მოდის და ვინც მიეხჩნია რომ რჩეულია, დიდართა კასტა ვინც ჩათვალა რომ უკვე მოასწორა, გაანადგურა, ღვთაებრივი ცნობიერება ამოშალთა, გარყნა და გაათახსილა საზოგადოება და ფულით ყველაფრის ხიდვა შეუძლია, მათ შორის 64-ის. მე შევახსენებ მაცხოვრის სიტყვებს. აკლენი უფრო იოლად შევა სასუფეველში, ვიდრე მდიდარი. ხო. აკლენი, ხო, ნემსის ხუთში უფრო იოლად გაძრება, ვიდრე მდიდარი შევა სასუფეველში. ვინც მიაჩნია, რომ რჩეულები არიან, კასტა. აი რა პირობაც ახლა დაგვიყენეთ, ფაქტიურად ჩვენი აყრა პირდაპირ დაიწყეთ უკვე. იმიტომ არის ხელისუფლება ფაქტიურად დიქტატურად გარდაიქმნა ნელ-ნელა. ერის და ხალხის მტრების ის შემოიტანა უკვე ბრუნში. ხო? რომ ეს კანონი თავზე უნდა დაატეხოს ახლა ყველა პატრიოტ ქართველს, რომელიც წინააღმდეგი წავა ქვეყნის გაყიდვის. რომ მზედ მიგვაბან და მიაბან ნებისმიერი, ასე ეცდებიან. ეს მათი შეხედულებაა. მზედ უნდა მიაბან. რომ აიცი რა deep state-ის ხალხია. ამათ ქვეყნის სიკეთე არ უნდათ. მიბმა უნდათ, გადაბმა უნდათ და აი ვინც გონია რომ რჩეულები არიან და მათ დარჩება დედამიწა. საქართველოს დაღუპვის ძალიან ნათელი ნიშანია და საქართველოს დაღუპვა ახალი ცნობიერებიდან გამომდინარე. დედამიწაზე სიცოცხლის დაღუპვის ნიშანია. ისე რო იცოდეთ. რო იცოდეს ამ ქალბატონს. ჩვენ რო გღუპავთ, აი ვინც მოდიან, სწორედ იმათ მოაწყეს. ისე რომ ასე დაღუპულიყო ერი, დაღუპვის გზაზე დამდგარიყო. მწარმოების განადგურებით, იდეოლოგიური გამოთაყვანებით და ასე შემდეგ. 10 წლეულების განმავლობაში, თუ არა 100 წლეულების განმავლობაში რომ მიმდინარეობს, ხო? ჩვენი სუსტი წერტილების მოძიები და წახალისები. აი სწორედ ისინი არიან და მაგათ არ დარჩებათ საქართველოს. ეს იმას ნიშნავს თუ საქართველოს სპორტ, ხო? პირველ რიგში მოვადრო და მოისპობა ეგ ელიტაც. ანტიქრისტე გამარჯვებული ვერ გამოვა. ის დამარცხდება. ეგ რაც შეეხება იმ ქალბატონს. ტყუილად აქ იმედი რომ ისინი რჩეულები არიან, ანდაც თავის თავს მოათვლის იმ რჩეულებს. თუ შეიძლება ათვლის კიდევაც რომელიც ღირსეულია რომ აქ იცხოვროს. ხო. ეგ სწორედ თქვენი მაგ ელიტის დაღუპვის ნიშანია. თუმცა ამ ელიტის დაღუპას და ყველას დაღუპას დედამიწის ცოცხლის მოსპობას ნიშნავს. ახალი სიტყვა გვაძლევს გამოსავალს, გვეუბნება რა და როგორ უნდა გაკეთდეს თუ გადარჩენა გვინდა და აი ამ ურთულეს გზაზე დადებითიც უნდა დავინახოთ ამ შემთხვევაში ჯემალი ზურა ის რომ ამ პროცესმა გამოავლინა ის ცრუ მაცდურები, ვინც აი ამ დროის მიერ მოტანილ კონსერვატიზმს მოყნენ და ახალ ავტორიტეტებად რომ ჩამოგვიყალიბდნენ. უცებ დაიწყეს გამართლება. არაფერს ეგ არ შეცვლის, დემოგრაფიას ეგ არ შეცვლის. ესენი არიან, ეს კაცო, განა ის გაფუჭებული გარეწარი ხატა-ღუტაკა ხალხი კი არ არის, ესე შავ ნაგვაქვთ რომ გამოიშანშლებიან ქვეყანაშიო. აი, დიდარი, ფულიანი ხალხია, რომლებსაც რამოდენიმე ბინები და აპარტამენტები აქვს მთელ სოფლიოში. შეიძლება ფიზიკურად აქ არც მოვიდნენ, უბრალოდ მოვლენ იყიდნენ გააქირავებდა და აი ესე შეგვილამაზეს და თან დიდი ჯვრები კიდია ამ ხალხს. ვითომ და დიდი ეროვნული და ეს ოჯახის სიწმინდისათვის მეომრები არიან ანტი-LGBT დროშა ეჭირათ. ჯერ ერთი თუ ქრისტიანი ხარ
და მართლმადიდებელი ხარ, ესეთი ზიზღით უბრალო ადამიანებზე არ უნდა ლაპარაკობდე და იმდენი უნდა გესმოდეს, ის გაღატაკებული, გაუბედურებული ადამიანი, რომელიც არსებულმა ფორმაციამ საკუთარ ეროვნულ რესურსს მოწყვიტა და იძულებული გახადა, რომ წავიდეს ლუკმაპური საშონელად და სხვა ქვეყანაში ეძიოს, გლოვოთი და იმით და ამით თავი ირჩინოს, იმ ადამიანებზე ასეთი ზიზღით არ უნდა ლაპარაკობდე. ეს პაკისტანელი იქნება, ინდიელი თუ არაბი, ყველას ეხება. იგივე ბედი აქვს ჩვენ ხალხს ევროპაში რო არიან წასული და ანალოგიური ნიშა გვიჭირავს, იქაც სხვა მეტი და უკეთესი არ გვიჭირავს. ჯერ ერთი ზიზღით არ უნდა ილაპარაკო. პირიქით ის გაჭირვების მიზეზი უნდა იცოდე და ასე შემდეგ და სათანადოდ უნდა წარმართავდეს შენ ქვეყანასაც, რომ შემოსევის სახი არ მიიღოს. მას არ უნდა ეს ავტომატურად გამოდის, ბუნებრივად გამოდის. თუ მე საცხოვრებელ საშუალებას მომის, როგორც ჩვენ მოგვისპეს, ჩვენ 4 მილიონიან ნახევრიანი ერი გავედით და გავიშალეთ და შევესიეთ, ის კიდე 400 მილიონიანია და მილიარდ ნახევრიანია და 300 მილიონიანი სივრციდან არის და ბევრია კი და ასე თუ მიუშვებ, ბევრ პატარა ქვეყანას გააქრობს და მთელ ევროპასაც შეცვლის დემოგრაფიულად. ზიზღით ლაპარაკი არ შეიძლება. უნდა გძურდეს ის სისტემა, რომელსაც ამ დღეში ჩააგდო ეს ადამიანი. ეს ერთი საკითხი. მერე ეს უზარმაზარი სიმდიდრის კოსმოპოლიტური სიმი რო შეიქმნება, ქართულს ისე შეიწოს როგორც არაფერი, ეს ყველა ვიცით, როგორც 2x2 4-ია. ესეთი რეალობაა. შემდეგ დაგვიპირისპირეს და წამოგვიწეს ეს საკითხი, რომ აბა საწარმო რო გაკეთებულიყო, ვინა მშრომელი, სად არის მუშახელიო? გეგონება თვითონ არ გაუხსენით ევროპაში და თვითონ არ გავრეკეთ აქედან ეს ხალხი. გეგონება თვითონ არ დავანგრიეთ სამრეწველო სისტემები და გლეხია თუ მწარმოებელია ღია კონკურენციის წინაშე ქაოსური, ესე იგი სტიქიური თოხი სამარა თუ პატარა რაღაც მიკროტექნიკის სამარა არ შევაჯახეთ უზარმაზარ თურქულ სისტემას, სასოფლო სამეურნეო სისტემას თუ სამრეწველოს და ჩვენ თვითონვე ამ უსაშინეს კონკურენციით ჩვენ თვითონვე არ შევქმნით პირველ აქედან გაქცეულიყო და წასულიყო. ჩვენ მაშინ ვთქვით, როცა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დაისვა და ვიზოთ გასვლა და ასე შემდეგ სამუშაო მუშაკარის გამოგვაცლი და მაშინ ვთქვით, ასეთი რაღაც კატასტროფა მოყვებოდა და აბა ვინ უნდა იმუშაოს? ახალგაზრდებიო შუადღემდე ზინავთ და მთელი ღამე ტელეფონებში არიან ჩარჩეულებიო და ვინა იმ საწარმოებში მომუშავო. ჯერ ერთი აშენეთ და ის ადამიანი მოbrunდება უკან და იქ თუა საკმაოდ დამამცირებელი სამუშაოზე წასული უკან მოტრიალდება და მოეჭიდება აქ. მე ეს ახალგაზრდაც რეჟიმში ჩადგება, როდესაც სამუშაოს გაჩნდა. ას ქარხანას უპირდებოდნენ. სად არის? მაშინ არ იცოდნენ? მაშინ არ იცოდნენ, რომ მუშახელი. თუ არა ეს ხელისუფლება არ იყო, ღიად რომ მოუწოდებდა, აგერ გერმანიაშია სამუშაო. ხო, ამაშია საქმე. ესე იგი, ჩვენ ბოლოს და ბოლოს, ესე იგი, დავუშვათ 6 მილიარდიც ასე ნარდად შემოვიდა. 6 მილიარდისა მან უნდა ააშენოს და მერე გაყიდოს და თავის მოგება ნახოს, ხო? დავუშვათ და ეს ფულიც ასე ჯიბეში ჩაგვითვალეს ქართველებს. ესე იგი, რა გამოდის? მერე კიდევ რომ ამ ფულსაც რომ შევჭამთ და გამოვლებთ, ახლა სხვა მიწები უნდა გავყიდოთ, სხვა მიწებზე დავასახლოთ და ამას რა ქვია? რის ხარჯი ხო? თბილისი მივყიდოთ, უფრო დიდი ფული შემოვა. უფრო დიდი კახეთის ადგილები მივყიდოთ, ვიცით აქ ლამაზი კარგი ადგილები, აქაც დიდ ფულს გადაიხდიან. რა ვიცი, სამეგრელოსი, სვანეთის გაყიდული არის და დავამატოთ ხალხო და ერთი კარგად შევჭამთ, დავნაყრდებით გარკვეულ დრო და ალბათ ერთი ნახევარი საუკუნე შემოყვება კიდე მამა პაპის დანატოვარი მიწაწყალი და ამის გამართილებას ვინც იწყებს, მან თავისთავად მთლიანად გააშიშვლა. რომ ეს ადამიანები, ეს წრეები, ეს წამოჩნდებული ექსპერტები, თურმე აი მხარული მსოფლიო მმართველი მთავრობის წარმომადგენლები ყოფილიან. სტუდიიდან მიზანი სწორედ იმაშია, რომ ქართველი დაბრმავდეს, გაბითურდეს, შეცდენილი იყოს და ბოლოს იმდენად დაბრმავდეს, რომ ეგონოს, რომ ინვესტიცია შემოვიდა რა კარგია და ვისაც არ უნდა ამ ინვესტიციის შემოსვლა საქართველოს გადარჩენა არ უნდა და საკუთარ თავს დაუწყოს ქართველმა ამოჭმა პირდაპირ. და ხონჩით მივართვათ მართლაც ეს დაცარიელებული ტერიტორია, როგორც ჩვენ მავახართ უნდათ. ამიტომ ამ პროცესმა ერთი დადებითი მომენტი უკვე წამოჭრა, რომ ძალიან ბევრი ილუსტრაცია მოხდა. რეაქცია გვაქვს, საზოგადოება შეწუხებულია, თითოეული ქართველი შეღონებული შეწუხებულია.
გამოსვლებს ითხოვენ, ორგანიზებას ითხოვენ. გარკვეული პარტიებიც იწყებენ ორგანიზებისკენ გახედვას. ჩვენ თავიდან ვთქვით, გასაგებია, რომ ასეთი პროცესების წარმმართველი პოლიტიკური წრეები და პარტიები არის ხოლმე ყოველთვის. ისე ჰაერზე არ ხდება, სპეცსამსახურები წარმართავენ, რომ გონია რომ პარტიები და ჯგუფები არ გამოსვლებს, სინამდვილეში სპეცსამსახურები უდგანან ხოლმე და გარკვეულ ორგანიზებას უკეთებენ. ნებისმიერ სახალხო გამოსვლებს. ჩვენ თქვით, რომ აი ამ პროცესით თუ პარტიული ქულების დაწერას დავიწყებთ და კეთილცობას დავიწყებთ, მოდით შენ პარტიაში და პარტიული გაერთიანება გაძლიერებაზე ვიფიქრებთ, საქმე ჩაიშლება. კარგი ჩავთვალოთ ეს პროცესი მაინც გარკვეულ პარტიულ მობილიზაციებად, იმიტომ რომ ეროვნული პარტიები ერთი და იგივე ელექტორატზე მუშაობს. როდესაც ერთი უფრო აყენებს ხმამაღლა, რომ იცი რა, აი, მოდი ჯერ ჩემი პარტიული თუ ეს რაღაც ზოგად ეროვნული გაერთიანება გაძლიერდეს და მე მივხედოთ ამ საკითხს. მეორე ნაწილი უკმაყოფილო რჩება და ისევ პარტიულ ეგოისტური დაპირისპირებაში ისევ კონკურენციის საკითხი წამოიჭრება, ისევ გვაჩერებს, მე გვაპირისპირებს და არ გამოვა. დავსახოთ ერთი მიზანი, გიათ ვაცხადებ, ერთი მიზანი, ყველაზე მარტივი და ყველაზე გასაგები, რომ ეს პროექტი უნდა გაჩერდეს. მსგავსად დამახავ ესისა. ვინც ამ პროცესში თავს გამოიჩენს, კი ბატონო, ის თავისთავად და ბუნებრივად და ავტომატურად უნდა გახდეს მომავალი პარლამენტის უმრავლესობის თუ არა ღირსეული წარმომადგენელი. ვინც ამ პროცესში ჩაერთვება. ჩვენი დიდი თხოვნაა, რომ ამ ერთ კონკრეტულ მიზნის ირგვლივ მოხდეს ამ პარტია ორგანიზაციების კოორდინირება. კი ბატონო, აი მოახდინო გარკვეული დარასმა, იმიტომ რომ ვიცით რომ ბატონ თარხან მოურავი 30 რიცხვში ალბათ კონსერვატორები შეუერთებიან ახალგაზრდა კონსერვატორები თავიანთი ძალების მოშინჯვას აპირებენ, სხვა პარტია ორგანიზაციების ანალოგიური მიმართულებით აქტიურობასაც მიესალმებიან, კი ბატონო, კარგი, ყველა რაღაც თავისი ის გააკეთოს, მაგრამ ბოლოს ერთ მოთხოვნაზე უნდა დადგეს ყველა ზეპარტიული მოთხოვნა, რომლის ირგვლივადაც უნდა დავრასვოთ მთელი ჩვენი საზოგადოება. აქ საპატრიარქოს გადამწყვეტი სიტყვა ექნება სათქმელი და მაქამდეც უნდა მივიდეთ. შემდეგ, რიგარაში არჩენები თუ ასე შემდეგ თუ როდის იქნება, რა იქნება, მოდი ეს მეორე საკითხი იყოს. გადავტვირთ და დავამძიმებთ და ვთქვათ, რატო არ იცვლებოდა ოცნება. ოცნება ამ პირობებში უკეთესთ ვერ შეიცვლებოდა. ან მოვიდოდა ძალა, ისე იყო დაყენებული საკითხი, რომელიც მართლაც აიღებდა და ქვეყანას ჩააბავდა ომში. ან თვითონ რაც არის, ორივე ერთია, ერთი დევიზია ქორივეს, ყველაფერი გავყიდოთ სინდისის გარდა. ეს არის გლობალიზმის, ეს არის კოსმოპოლიტიზმის ძირითადი ღერძი, დამთავრდა სამშობლო. ამათ სამშობლოთი დაიწყეს სპეკულაცია. ისინი სამშობლოთი სპეკულირებდნენ, ილია ჭავჭავაძე სურათებს იკიდებდნენ და ასე შემდეგ. ეს ერთი კოსმოპოლიტური ძალა იყო ორნაწილიანი. ერთი მართლაც ომის მომხრე, მეორე უფრო განდობილი, გაცნობიერებული, ახლომდგომი მილიარდელთა პარტიასთან. მილიარდელთა პარტიას აქ უნდა ეს ტერიტორია თავისთვის, უაზისად უნდა. და მშვიდობა უნდა. ამიტომ შემთხვევით არ არის, რომ ნეიტრალიტეტისთვის პარტიას ქმნის. იგივე ეს კოსმოპოლიტური ძალა, ოცნების სახით რაც მოცემული გვაქვს, რომ ნეიტრალიტეტია საჭირო, აბარა რომ ჩვეიც არის. მსგავსად. თონდი ქართველი არ იქნება კოსმოპოლიტური ქალაქები, კოსმოპოლიტური მმართველობა, ქართველი, როგორც აღნიშნეთ, ეს იქნება რესტორნის გაფორმება. აქა-იქ ლინკაობა, ცეკვა, აი, მეტი არაფერი. ასე ასრულებს, ასეთია მათი ჩანაფიქრი. ჩვენი ჩანაფიქრი როგორია? ჩვენ ამაში გვწდის ღმერთი. გავართმევთ თავს. აქ არ არის საჭირო იარაღის აღება, აქ არ არის საჭირო ომი. პირიქით, ვინც იარაღისკენ მოგიწოდოს, ყველა პროვოკატორია, ყველა საქართველოს გამონადგურებელია. ამ შემთხვევაში ვიცით ახლა როგორ ეცდებიან წავიდეს პროვოკატორებს, როგორ ჩართავენ, როგორ ეცდებიან დემონიზაციად გადააქციონ, დემონიზაცია გაუკეთონ საერთო სახალხო ქართულ მოძრაობას საქართველოს გადარჩენისათვის. ეცდებიან, არ არის საჭირო, აქ არის საჭირო ელემენტარული მოქალაქეობრივი ვალის მოხდა. ერთი უძირითადესი პრინციპის
აღსასრულებლად უნდა გამოვიდეთ. ეს პროექტი უნდა გაჩერდეს უპირობოდ. მორჩა და გათავდა. დანარჩენზე მე რა ვილაპარაკო. თუ ამაზე თავხდებით. ამაზე დანარჩენ თემა გადავდოთ სამყაროს. დანარჩენ თემას გადავდოთ სახვალიოდ. და ვინც ამ საქმეში თავს გამოიჩენს, ყველა კი ბატონო უკვე ეს გამოიკვეთება ახალი ლიდერები, ახალი პარტია, ახალი მოძრაობა ამ საქმეში უნდა წარმოიქმნას. ვინც მომავალი პარლამენტი უნდა დაიკავოს უმრავლესობით. ეს კოსმოპოლიტობა გვერდზე უნდა გადაუწიოთ. ეს ერთ. ვინც წამოვა ამ საქმეზე, ვინც გამოყვება, ყველა თავი უნდა დავანებოთ წარსული ცოდების გახსენებას. შეესეთო, შეისეთო, თუ ასე ვაგრძელებთ, უკვე საქმე ზღუპავთ, უკვე ვაფუჭებთ. მე იმაზე კარგი ვარ და დავანებოთ მაგას თავი რა. მიშა სააკაშვილი რომ მიშა სააკაშვილია, რამდენი ბრალდებები აქვს უკვე და ვიცით და როგორც არის, მანაც რომ განაცხადოს რომ იცი რა, ეს სამშობლოს გაყიდვა, მე შეცდომა მაქვს დაშვებული, არ შეიძლება და ყველაფერი გაგვეყიდა სინდისის გარდა შეცდომას უშვებდი კოსმოპოლიტურ რელსებზე ვიდექით ეხლა იმაზე დავდექი რომ დიახ ეროვნული საკუთრება უნდა იყოს ქართული მიწაწყალი, მისი ყიდვა-გაყიდის უფლება არავის აქვს და უერთები იმ ღვთაებრივ მოწოდებას, რაც ახალი სიტყვით გვაქვს მოსული, ჩვენ ვალდებული ვართ ისიც კი მივიღოთ. არათუ ერთმანეთი გზადაგზავ ლამძღოთ, შეესეთო, შეისეთო და ასე შებიძინასთან ნამყოფო და ასე ყველა ვართ ნამყოფი იქაც, აქაც ყველა ცოდვაში ვართ. ახლა ან ერთმანეთს მიუტევთ და გავჩუმდებით და ხელს შეუწყობთ რომ არ ერთი ძირითადი მოთხოვნის ირგვლივ დავდგეთ, ან არა და დამთავრდა ჩვენი საქმე. ან არა და მაშინ ხალი მართალია. ჩვენი ამიდან გაყვანის რეჟიმი ღიათაა ჩართული. ჩვენ მართლა არ ყოფილვართ გადარჩენის ღირსი. მაშინ ესე გამოდის ხალი მართალია. თუმცა იმ ქალბატონს იმის უკან დგარ ძალებს ვეუბნები. მათი მოსვლას მათი დაღუპვის ძირითადი ნიშანი იქნება. რაც მთელი დედამიწის დაღუპვის საკითხებს აყენებს დღის წესრიგში. რა ხდება გარეთ? აი გარეთ ის ხდება, რომ ბირთვული საკითხი კიდევ უფრო მძლავრად არის ამუშავებული. როგორც ერთხალის ისე მეორე. გამოცდები. აი ნახეთ. ბირთვული ეს გამოცდები. გამოცდები. განახლდა 32 წლის შემდეგ. ეგ რა არის? ეგ არის, იმიტომ კი არ არიციან აფეთქდება თუ არა და უნდა გამოსცადონ, არა. ეგ არის დემონსტრირება რა. დემონსტრირება. ყველაზე დიდი ეშვი მხეც მოკლისა. სწორედ ეგ თერმობირთვული იარაღია. ეგ არის, როცა უკვე ამ კბილებს კერეჭა ეშვებს. ღიათ აჩენ. ამითვე მწიფდება სოფლიოს დაღუპვის საკითხი. კიდევ ერთხელ თქვენ დააკვირდით, ხო, ძალიან კარგად იცით, რომ ეს ღვთაებრივი ენაა და ასე შემდეგ, არა? იგი ვიცით, რომ აქედან გატანილი იმდენი რამეა, ჩვენ შესახებ და ჩვენი მისიის თაობა და თქვენ უფრო უკეთესად იცით. ისე დააბრმავით, ისე გამოაყეჭყეჭეთ ქართველი, დაავიწყეთ და შეაძულეთ საკუთარი სამშობლო და საკუთარ სამშობლოში ტოლირად გვაქვს. ტაბუდაა ეს ხოლმე. მაშინ ნიშნებითა, თუ ნიშნებით ვლაპარაკობთ, თქვენ საქართველოს დაღუპვის გეგმა პირდაპირ ცხვირწინ დაგვიდეთ. ხო? აი ცხვირწინ დაიდო კიდე კაცობრიობის დაღუპვის საკითხებიც. იმ კაცობრიობისა, რომელსაც მართავთ თქვენ. ოღონდ თქვენი მართვით სიცოცხლის დაღუპვა გადაწყვეტილია. ეს გულისხმობს ყველას და იქ ზევით თავს ვერავინ ვერ გავიმართლებთ. იმიტომ რომ ყველას მოგეკითხება, ამ დროს რას აკეთებდი? აი ლოცულობდი. აი ერის გადასარჩენად აკეთებდი რამეს? არა, საკუთარ სულზე ზრუნავდი? მოგეკითხება უკვე. ერის გადარჩენის შანსი არსებობს. თუ ქართველი ერი გამოიღვიძებს და ამ ერთ უძირითადეს მოთხოვნას ბოლომდე უერთგულებთ. არავინ აქ ფულს არ გადმოგიგზავნის, როგორც ხდებოდა, ჯიბეში არ ჩაგვიდებს და ასე შემდეგ, როგორც იყო რომ ველოდებოდ ესეც ფულის კეთების იმათ რომ გადაიქცეს აქციები, ვიცით როგორც ხდება, ჩვენი შეგნების გამოვლინების დრო დგება. ვნახოთ რას იზავენ წინმავალი პოლიტიკური ძალები, ვნახოთ რას იზავს სასულიერო ხელისუფლება. ჩვენი მხრიდან ეროვნული თანხმობის დარბობის წარმოადგენლობას რაც შეგვიძლია იმ სიტყვას ვამბობ და იმ სიტყვას გადმოვცემთ. საქმე იმაშია, რომ გაყიდულ გასხვისებულის ქართველი ერის საკუთრებაში უკან დაბრუნება და ქართული მიწაწყლის უცხოელზე არ გასხვისება ეს ღვთაებრივი მოთხოვნაა.
ესე იგი თუ ამ მიმართულებით დავირაზმებით, ესე იგი ღმერთი ჩვენთან არის, მართლა ჩვენთან არის. იმიტომ ეს არის უფლის მოთხოვნა, რომ გადარჩენ რამოდენიმე საკითხი გადასაწყვეტი. ერთ-ერთი უძირითადესი და უმთავრესი სწორედ ეგ არის გაყიდულ გასხვისებული სულიერი მატერიალური ღირებულებები, მიწა, წყალი, წიაღისეული და ქართველი საკუთრება, რომელიც კიდევ ყიდულება არავის არ აქვს და სამარად ჯამოთ. ამ მოთხოვნას გვერდში დაუდგებით ყველა პოლიტიკური პარტია, თითოეული რიგითი ქართველი ჩათვალეთ, რომ ჩვენთან არის ღმერთი და ჩვენ ღვთისნების აღსრულებას ვახდენთ. ჩვენთან არის ქრისტე, ჩვენთან არის ახალი სიტყვა ღმერთი. მაშინ ძალიან ბევრს აღმოვაჩენთ, რომ ამ სოფლიო მხედს, რომელსაც სახე პირდაპირ გამოგვივლინა, აქვე ვძლევთ. აი ესა, ისი თქმაც, გვინდოდა, რა თქმა უნდა, და აბა ჩვენ ვიცით ქართველებო. პირველი ისევ და ისევ დავანებოთ ერთმანეთის ლანძღვას, თავი. და მიუტევოთ. გუშინ სავლე იყო, დღეს პავლე ხდება. მივცეთ გასაგან. ისიც გვეყოფა, რომ ამდენმა აგენტმა თავი გამოივლინა, ამდენმა მაცდურმა, მადლობა მოუხადოთ ღმერთს, რომ ამათ არ უნდა გავყვეთ. ამათ გამოამჟღავნეს თავი. ეს ის ხალხია, რომელმაც ერისა და ქვეყნის გაყიდვა დადებითად უნდა წარმოგიჩინოს. ეს ის ხალხია, რომელსაც ბოლომდე დაგვამცირა და ეს ის ხალხია, რომელიც სპეციალური პროგრამებით ჩამოყალიბდნენ, ეს ბლოგერები ციდან არ ჩამოწევდა. ყოველის ცოდნე მეორედ მოსვლადაც ყველაფერი იცოდა, რელიგიასაც ყველაფერი იცოდა, მართლმადიდებელიც იყო, სოფლიო პოლიტიკისაც ყველაფერი იცოდა, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ნახე როგორ ის წამოაყენა. ქართველებს ისტორიის გამო თურმე არაბები არ გვყარები, არჩინელები არ გვყართ, აბა ფული როგორ უნდა შემოვიდეს საქართველოსიო. ფული თუ არ შემოვა, როგორ განვითარდებით? ამ ყოვლის ცოდნე ახალგაზრდამ, ჯერ არ გამოჩეკილმა წიწილამ, რომელსაც სპეცსამსახურები ამ ნახევარცოდნით ამარაგებდნენ, ეს გასხარტულად გველაპარაკებოდა, ბოლოს როგორი რამე დაგვერთხა, 150,000 გამომწერი ყავს და გუშემატკი ვარი, ჩემ ჭკვალზე მიყენია ამდენი ხალხიო. ეს არ მაცო ქართველებო. არ გიყვა თითქოს ესე იგი ჩვენ ან არაბი გვეჯავრება, ანუ რომელიმე ერი გვეჯავრება და მიზეზი ეკოფია რა. თან ზარმაცები ვართ არაფრის მაკნისი და აი ფული მოიზიდა მთავრობა და ნახე რა წინააღმდეგობას ვეწევით ეს უტვინო ქართველები, ჩამორჩენილები. ნახოთ. ჩვენ უნდა ვძლიოთ ამ პოროტებას, რომელიც ამ მაცდურების ხელით გვაქვს თავს შემოხვეული. გამიგზელდა სიტყვა. ბოდიშს მოგიხდით, როგორც არასდროს დღეს ისე გჭირდება ჩვენ ეროვნული ერთიანობის მიღწევა. მართლაც და კახა როგორც თქვი, აქ ახლა პარტიული დაპირისპირება დაყოფა. ეს პარტია ხელმძღვანელობს და მე იქ რატომ მივიდე და რატომ უნდა დაიწეროს ქულები ეს საქმე კეთილად რომ დასრულდეს. ეს არის მოღალატეობა. ხო და იმ პარტია ჯერჯერობით ისე ნუ წაიყვანს რა მე ხელმძღვანელო. კი ბატონო, ის იმასაც ეხება. იმასაც ეხება. თუ შეიძლება რომ ამ სიტუაციაში მაგალითის მიცემის საკითხებზე ვისაუბროთ, აი ჩვენი მხრიდან ჩვენ ორგანიზაციულად რომ აი კიდევ თუ არა ეროვნული თანხმობის დარბაზი ხელმძღვანელებს და წამოიყვანს ხალხს და რაღაცა. ამაზე უარს ვამბობთ. პიროვნულად ჩვენ და ჩვენი მომხრეები შეძლებს დაგვარად გავაკეთებთ ორგანიზებას, რომ იქ თუ კი ეს ეროვნული დარაზმულობა შედგება და პროტესტის შედგება, რომ ჩაიშალოს ეს მომაკვდინებელი პროექტი, ჩვენ როგორც რიგითი ჯარისკაცები გვიგულეთ თქვენს გვერდზე, ვინც დადგებიან სათავეებთან ამ აქციის, ამ საპროტესტო ღონისძიების. გვიგულეთ თქვენ გვერდზე როგორც ერთი რიგითი ქართველი ჯარისკაცი, რომელსაც გული შესტკიო საქართველოს მის. დიახ, აი ასე, არც მერი და არც ნაკლები. კი ბატონო. მე ხშირად მიყვარს ხოლმე მარტყოფის აჯანყების გახსენება, იმიტომ რომ მე მგონი მარტო ჩვენთვის კი არა, ყველა ქართველისთვის და ძალიან ბევრისთვის ეს უნდა იყოს მაგალითი, სადაც ერთმანეთთან სრულიად დაპირისპირებულმა ძალებმა შეძლეს გვერდ-გვერდ დადგომა და ერთად დამდგარ ქართველებს რა შეუძლიათ
აი მარტყოფის ისტორიის მაგალითები გვაქვს. ისტორიის მაგალითება გვიჩვენა, თუნდაც იგივე მარტყოფის აჯანყება. დღეს დაახლოებით იგივე გადაშენების პირას ვდგავართ. აი როგორც ის 70,000-იანი ურდო აღგვიდა მიწისა და პირისა და ქართველის ნასახლარიც აღარ დარჩებოდა, სახელიც აღარ დარჩებოდა. უახლოეს მომავალში არანაკლებ ხიფათს შეიცავს აი ეს პროექტი, რომელსაც ისევ და ისევ გვასაღებენ როგორც წარმატება, როგორც დიდი შრომის შედეგი, რომ როგორმე მოგვეპოვებინა ეს ინვესტიცია და ქვეყანაში ფული შემოსულიყო. ეს არის სატყუარა, რომელსაც ბოლოს და ბოლოს უნდა ალღო აუღოთ, რა ენაზე გველაპარაკებიან, როგორ გვატყუებენ, როგორ ფუთავენ. ამის დიდო სტატები არიან, ეს შეუძლიათ, მაგრამ ნამდვილი არსი ნაწილობრივ ითქვა დღესაც გადაცემაში შევეხეთ. ამ ყველაფრის ნამდვილი შედეგი რა დადგება, ამის გასაზღვრა მე მგონი რთული არ არის. ახლა მეორე მხრივ მინდა მე არ ვიცი დიდი იმედი არ მაქვს რამდენად მივა მათ ყურამდე, მაგრამ თუ მივა მე მინდა უთხრა მათ და მემართო, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას 1,907,000 მოქალაქეს ხელი აქვს მოწერილი დოკუმენტზე, სადაც ლაპარაკია, რომ საქართველოს მიწა, წყალი, წიაღისეული და სხვა სულიერ მატერიული ფასეულობები არ იყიდება და გაყიდულ გასხვისებული უკან უნდა დაბრუნდეს. ის საკუთრება. რაც მთავარია, ეს არ არის ადამიანის ნააზრევი, ეს არ არის ადამიანის მიერ შედგენილი გეგმა, პროექტი, ეს უფლისნება, ღვთისმოწოდება, უფლისნება, უფლის მოწვდილი სიტყვა. და იქნებ დაფიქრებული ყავით იმაზე, თუ რადგან ეს უფლისნება, თუ ამას განხორციელება უწერია, ღირს ამასთან შეჭიდება და ღირს ამხელა თანხების აქ ჩადება, თუ კი ეს შეიძლება საქართველოში განხორციელდეს და თქვენთვის დაკარგული აღმოჩნდეს ეს თანხები, როდესაც მისი ნაციონალიზაცია ერის საკუთრებად გამოცხადება მოხდება. თუნდაც 100-დან 9% დაუშვით, რომ ეს შეიძლება მოხდეს ქვეყანაში. და დიდი იმედია მოხდება, იმიტომ რომ ამის უკან თავად უფალი დგას. სურა, ახლა მე მინდა სიტყვა შენთან გადმოვიდე. კი, ორ სიტყვას დავამატებდი, მე მინდა კარგად ვისაუბროთ ჩემო კახად, ჩემო წინა ჩანაწერის და დღევანდელის ფაქტიურად ეძღვნება ჩვენ მკითხვას და მსმენელს, რომ სწორედაც ერთგვარად ეს დღეები რო ასე დაუდგებოდა ქვეყანა, ჯერ კიდე წლების წინ გვიწევდა ბატონი აგაკი, რომ საქართველო გავიმეორებო გაყიდულია თავის მიაწყლით და მიმდინარეობს მის ტექნიკური გადაფორმების პროცესი. აი უკვე ღიად დღეს და ღიად უკვე შემოსულია ის ნებისმიერ ამ მნიშვნელობა კარაბი იქნება თუ სხვა უცხოელი და უკვე ღიად გვეუბნება, რომ ამდენი პროცესი და მე ჩემი გეგმა უნდა შევასრულო. მივესალმე იმას, რომ დღეს ეს თქვით, რომ ეს პროექტი უნდა გაჩერდეს და ვინც ამ საქმეში ჩაერთო, ყველას მივესალმებით და არ ვიცი ახლა ესე იგი როგორ ვთქვათ, ფორმულასაც ჩამოგვაყალიბა თავის დროზე ბატონ აგებრო. ადამიანი თუ არ დაეცა, წამოდგომაზე არ იფიქრებს. ეს დაშების პროცესი მიმდინარეობს და იმ ხეციც ვახსენე ჩვენ, იმ ხეცს თავის დადებითიც აქვს, რომ იმ მეორე მხარეცა რამდენადაც დაღუპის საფრთხე, იქ გადარჩენის საკითხმა უნდა წამოიწიოს. და რამდენად ახლა ჩვენი მიზანია, რომ ეს მუხტი დაატრიალდეს ქართველო, ჩვენო სმენელო და მაყურებლო ქვეყანას უკვე ღიად გვეუბნებია, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და გამოვხიზეთ ამ კუთხით და აი ეს მინდა მეთქვა რა. გამოვხიზლებს ამბავი. თუ ეს ჩხლეტა იმიტომ ხდება, რომ გვიბიძგოს გაერთიანებისკენ და უფლის სიტყვისკენ, რომ შემოუბრუნდეთ, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს დადებითი უნდა ამ კუთხით. აი გამოსვლელებს ვინც გაგეგმა და აპირებს რომ გამოვიდეს და წინ აღუდგეს ამ ქვეყნის უპრეცედენტო გაყიდვას, მინდა შემოგთავაზოთ და გითხრათ, რომ თქვენ ალბათ იურიდიულ სამართლებრივი საბუთი დაგჭირდებათ. ისე რომ აი მე ასე მინდა და არ უნდა გასხვისდეს და არ უნდა გაიყიდოს. ამით წარმატება ძალიან რთულად მოჩანს.
გაცილებით უფრო შანსები უფრო გაიზრდება თუ ამ გამოსვლას საფუძვლად დაედება ერის უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომელზეც უკვე ვისაუბრე, იგივე 1,907,000 ამორჩევლის ხელმოწერა და მის საფუძველზე ჩატარებული ეროვნული ყრილობის დადგენილებები. ეს არ არის ჩვენი საკუთრება, ეს არ არის შეკითხვია. მიუხედავად იმისა, ჩვენ შევაგროვეთ ეს ხელმოწერები, ვინ შეაგროვა, რომელმა ორგანიზაციამ შეაგროვა, ეს მთელი ერის საკუთრება და უნდა იხმაროს და გამოიყენოს ერმა მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს. და დღეს სწორედ ის დროა. კი ბატონო, მოდით ამ თემაზეც დავილაპარაკოთ, რომ რამენაირად სამართლებრივადაც გავამაგროთ ჩვენი ეს პროტესტი, რომ ეფუძნებოდეს არა რაღაცა ორგანიზაციების, რაღაცა ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას კი არა, ერის უმრავლესობის ნებას. გონი ეს გონიურული იქნება, თუ ჩვენ ამაზე შევჯერდებით და უარესად კეთილი გონიურულია, მეტი რო არ გავაგრძელოთ და კი ბატონო, იმასაც ვამბობთ, რომ ჩვენი არ არის, აიღეთ მოიხმარეთ და გამოიყენოთ. ერის საკეთილდღეოდ. კი ბატონო. და ჩვენ წაღამ თქვი და გავიმეორებ, პირადად ჩვენი მომხრეებიც თქვენს გვერდზე გვიგულეთ რიგით ქართველ ჯარისკაცებად. და აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მართალია ჩვენ სხვა დაუშვათ ზოგიერთი სხვადასხვა სპეცსამსახურების მიერ ამ შეთითხნილ შეთხსული და შექმნილი ამ ბლოგერებისგან განსხვავებით 150,000 ხელმომწერით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ ვინც ყავს ჩვენი მომხრეები, მხარდამჭერები და ის ერთგული ხალხი, ყველას მოუწოდებთ, რომ ვინც არ უნდა ხელმძღვანელობდეს ეროვნულ საქმეს, თუნდაც აი ამ კონკრეტულ საკითხში, ვინც არ უნდა წარუძღვეს ერის გაერთიანებას, აი ამ პროექტების ჩასაშლელად მოგიწოდებთ დაუდგეთ თქვენს გვერდზე. ჩვენც იქ ვიქნებით და თქვენც მოგიწოდებთ, რომ დადგეთ მათ გვერდზე. ვინც არ უნდა ხელმძღვანელობდეს, თავარია, რომ დღეს ეს საფრთხე იქნას აცილებული. აი ეს მინდოდა ბოლოსში მეთქვა, თუ ამ საქმეს რა მოწურავს თემას შეგვიძლია გავაკენოთ. იმდენად გრძელდება თუ კი, ისა ჯიმალი, კარგად გვინდა არ გვინდა თუ აპირებთ ამას კი ესე რომ გვინდა არ გვინდა დავჭირდება სამოქმედო ეს ჩვენ უკვე გვაქვს. ანუ ახალი ველოსიპედის შექმნა არ არის საჭირო. გვაქვს ეს საკუთრება, ეს იურიდიული საბუთი, რითაც უნდა გავაგრძელოთ ეს ამ საქმის წარმატების დასრულება. რომ შეჩერდეს ეს პროექტი. ეს აუცილებლად დავჭირდება. ჩვენ ამასაც თავაზობთ ერთდროულად. ჩვენ ვამბობთ და ხას უსვამთ, რომ ვინც ამ მოთხოვნით გამოვა, რომ ეს პროექტი გაჩერდეს, ის ღვთისაქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ღვთის მოთხოვნა, ეროვნული საკუთრების შემოღება. ადამიანი ერი და კაცობრიობა სამი ღვთაებრივი წარმონაქმნია დედამიწაზე. მასონური სისტემა, მასონური ცნობიერება ანგრევს პირველ რიგში ერს, ასევე ანადგურებს პიროვნებას და ამიტომვე ექმნება დედამიწას და კაცობრიობას დაღუპვის საფრთხე. ყველა ეს ნიშანის სახელზე დევს. რო არ გავაგრძელოთ ახლა, ამიტომ ეროვნული საკუთრების გადარჩენა ეს ღვთაებრივი საქმეა. და რომ იცოდეს ყველამ და გამტკიცდეს, იცოდეს, რომ ის ღვთაებრივი საქმეს აკეთებს და გამოდის. და უფრო მეტია მოწოდებული ბოროტების ქვის დაგდებისათვის, უფრო მეტი გმართებს. ესეც შეთავაზებულია, ამაზეც უნდა ვიმშევროთ, ალბათ მოვა დრო. მაგრამ რაღაც მიზეზების გამო გარკვეულ დაბნეულობას აქვს ადგილი და რომ არ ჩაგვითვალონ საკითხის გართულებაში. ჯერ ამ ერთზე ვილაპარაკოთ, ამ ერთზე მოვრიდეთ და შევრიდეთ და დანარჩენიც იქნება, რო იტყვია. დანარჩენზეც ვისაუბრებთ. კიდევ ბოლოში არ შემიძლია არ ვამხილო ის დემაგოგია და დემაგოგები, ვინც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ აგერ არაბები ბატონო საუკუნეები ბატონობდნენ, მაგრამ სად არის აბა ახლა ეს არაბიზაცია? რატო არ დატოვეს თავისი კვალი? რატო არ მიითვისეს ბოლომდე? ისიც გავიხსენოთ, რამ გადაარჩინა ქვეყანა ეს წარმოუდგენელი უნამუსო. ეს რამ გადაარჩინა კახა ქვეყანა? ავდექით და ხმლით და ძალით
გავანთავისუფლეთ ხო ჩვენი რამდენი სისხლი დაიღვარა ჩვენი მიწაწყალი რომ გავანთავისუფლეთ და ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და თავი დადეს იმით გადარჩა ქვეყანა არაბიზაციას და დღეს ჩვენ შეგვწევს იმის ძალა რომ აი ეს შემოსული გავდევნოთ უკან დავიბრუნოთ ეს მით უმეტეს რომ ოფიციალური ნასყიდობა ხელთ ეჭირებათ რომ შენ მიყიდე ფული გამოვართვე ის ძალით იყო შემოსული და სრული სამართლებრივი იურიდიული ყველანაირი უფლება ჰქონდა მორალური ზნეობრივი რომ აგეღო ხმალი და იმ ხმლით გაგედევნა და დღეს შენ შემოყვანილს როგორ გაგადევნი უკან თემურლენგს აღამ აჰმად-ხანს ყველას ერთად მოუძღვების მაგის მთქმელი სად არიან თურქები თურქეთმა საქართველოს 1/3-ზე მეტი წაიღო არ მინდა რომ პირად შეურაცხყოფაზე გადავიდე ამის ვერ დავნახი ამდენად ბრმა ესეთი ენა გამართული დროიდან წარმომავალი ხო ლუსტრაცია მოხდა დიდი ლუსტრაცია მოხდა და უნდა მომხდარიყო კამელეონები უნდა გამოვლენილი იყვნენ თხუნელები უნდა გამოვლენილი იყვნენ მაცდურები უნდა გამოვლენილი იყვნენ მაცდურების გზით სიარული დაგუპავს იმასაც ვერ ხედავს თურქეთის იმპერიის კვალი დარჩა თუ არა საქართველოს ხეულზე სპარსეთის იმპერიის კვალი დარჩა თუ არა საქართველოს ხეულზე ამარ მოვაყოლებ კიდე და ის განთავისუფლება რა სისხლის ზღვრად უჩნდებოდა თავის დროზე ქართველობას და ის მოღალატე ქართველობა როგორი ერთგულად იბრძოდა თბილისის დამოუკიდებლობისათვის და თბილისის ამირას ბატონობის ქვეშ დარჩენისათვის აღარ ახსოვს ეთყობა მას რაინაღლება ხო აი ეს არის ქართულ ვარსახელს ამოფარებული ხალხია რომელსაც საქართველო და ქართველი სისხლი არაფრად მიაჩნია რომელიც იმ დიდი უსამშობლოთა დიად მსოფლიო გაერთიანების ერთგულსახურია სინამდვილეში ვის ვეძახით უსამშობლოები თვითონ უსამშობლოები ამ დროს ხო და თუ ჩვენ სამშობლოს მოყვარულნი ვართ ესეც გამოჩნდება ამ მაცდურებს უნდა დაახსნოდით და აი დრომ ისე გამოაჩინა რომ მე მგონი უნდა ჩამოვეხსნათ და ჩემო კახა წელა საუბარში აღნიშნეთ დამიწყეთ რომ და ეს ჩვენ მარცხენა ენით გვიტევენ რა იმის გეგმას აი ჩვენ ეს სწორედაც შევაგებოთ მარჯვე ენა ანუ ეს საქმე ეს ქართული იდეა ქართული პროექტი ეს არის რომ შევაგებოთ ამას მარცხენას ამ გამარჯვებშიც და შევძლოთ ამ კუთხით ამ ქართველების გაერთიანება და საკითხის დადებითად გადაწყვეტა დიახ გადაცემის დასაწყისში მე აღნიშნე რომ უამრავი კერპი იქნა წამოწეული და შემოთავაზებული ჩვენთვის ქართველი ერისთვის დრომ და მაღალი ღმერთის სამართალმა ყველა ეს კერპი დაარფსყრია ხდებოდა ამ პიროვნებების თუ პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიშვლება მარგინალიზაცია და მოვედით დღემდე და ეს მე მგონი ბოლო ციტადელია რომელიც ქართველი ერის ძალისხმევით დაემხობა მე ხელისუფლების ძალით დამხობაზე არ მაქვს ლაპარაკი არ მაქვს საუბარი რომ არ მომაწებონ მე ეს რაღაცის რომ რაიმე კავშირი გვაქვს ჩვენ ოქტომბერთან და ასე შემდეგ მე კერპის დამხობაში გულისხმობ რომ ნათელი უნდა მოეფინოს როგორც ერთ ქართულ მულტფილმში არის შეღებილი ყოფილი ეს დაიწერაო აი ეს შემოსილი შეფუთული დიდხანს ვერ გაძლებს იმიტომ რომ ეს ის დროა როცა ყველაფრის გამჟღავნება და ფარდის ახდა უნდა მოხდეს და ხდება კიდევაც თავისი მომხრეებით თავისი გამправებლებით გამმართლებლებით და ასე შემდეგ მე კვლავ მოუწოდებ ყველა ჩვენს მომხრეს მენელს რომ დაუდგეს აი ამ წამოწყებას გვერდით აი ამ პროექტის წინააღმდეგ გამოსვლებს და მოგიწოდებთ რომ ვახსენე საინფორმაციო ომში ამ საინფორმაციო დიდ ომში ჩვენი ეს წირი შესაძლებლობა რაც აი პატარა ოთახში ვსივართ აქ ხდება გადაცემების ჩაწერა ზღვაში წვეთიც არ არის ამიტომ თხოვთ მოგვეხმარეთ რომ რაც შეიძლება ბევრთან მივიდეს ჩვენი ხმა ჩვენი სიტყვა გააზიარეთ
ხმა, რაც შეიძლება ბევრს მივაწვინოთ, იმიტომ რომ მეორე მხრიდან მუშაობს ის მანქანა, მთელი თავის საინფორმაციო შესაძლებლობებით, რომელიც 100-ჯერ და მილიონჯერ აღემატება აი ამ პატრიოტული ძალების შესაძლებლობებს. მანამ ესეც არ დაუბლოკიათ, ვისარგებლოთ ამ საშუალებით და შესაძლებლობით, რაც მოეთქა გამოგვიჩინა. ახლა დაგემშვიდობებით იმედით, რომ არ ვართ განწირული და ჩვენ შევძლებთ ჩვენი ბრძოლით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი სამშობლოს გადარჩენას და უკან დაბრუნებას. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ ყურადღებისთვის.